კამერული გუნდი, გერათა ფერი, ობერტონი არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი. 15 წევრისგან შემდგარი მომღერლების გუნდი არიან ისინი, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა, მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მაისის ბოლოსკენ ქართული პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია გერმანიის 4 დიდ წამყვან ქალაქში იგეგმება. გერათა ფერი, ობერტონი კი ბერლინში მოღვაწე ანსამბლებთან ერთობლივ რეპეტიციებსა და პერფორმანსებს გეგმავს. მეც უკვე სიახლეების შესახებ ანსამბლის დამფუძნებლები და ხელმძღვანელები ნინო ქუმსიშვილი, ფრატი ჯულოყიძე და დირიჟორი ანასტასია ჯულოყიძე-ლაღიძე მოგუყვებიან. დილა მშვიდობისა, მადლობა რომ დილას ჩვენთან. მაყურებელს სრულიად საქართველოს. კი ბატონო, მანამ სანამ ვისაუბრებდეთ აი ამ ბოლო მოვლენებზე და თქვენს მასშტაბურ გასტროლზე, მანამ და გითხარით, აი ჩვენ ვახსენეთ, რომ პანდემიის დროს შეიქმნა. თქვენ გაქვთ 30 წლიანი გამოცდილება ხო გუნდთან მუშაობის. როგორ დაიბადა უკვე ეს თქვენი ანსამბლი და რით განსხვავდება სხვებისგან თქვენი ხედვები მუსიკალური? მოგახსენებთ პირველ რიგში დაუბრუნდები ჩვენს გასტროლს და ჩვენს ანსამბლის განვითარებას. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ყველა ადამიანს, რომელიც გვეხმარება, რომელიც გვაძლევს სივრცეს ჩვენი შეუზღუდავი მეცადინეობისთვის. ივიკო თევდორაშვილს ძალიან დიდი მადლობა და ხელშეწყობისთვის შემოქმედებითი საქართველოსგან ძალიან დიდი მადლობა მათ, თბილისის მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვერ დაგვირგვინდებოდა ასე კარგად და ვერ განვითარდებოდა, რომ არ გვყავდეს ჩვენ ბიზნეს პარტნიორები და რაც თავარია ხელშემწყობი ადამიანები და ნდობას ადამიანები, რომლებიც გვიცხადებენ ამხელად ნდობას. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. რაც შეეხება ჩვენს შექმნას, მართალ ძალიან პანდემიის დროს დავიწყეთ ჩვენ სწორედ ეს ან დავიწყეთ და დაიწყო პანდემია. ჩვენ ვიყავით კონკურსზე ბათუმში, ეს იყო აბრეშუმის გზა, ასეთი სხვადასხვა მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას, როგორც ინსტრუმენტალისტები, ასევე ვოკალისტები და ასევე გუნდისთვის იყო პრემიები განკუთვნილი და აი ამ კონკურსში მოვიპოვეთ, მაშინ სულ ახალი შექმნილები ვიყავით, მეორე პრემია. და ნუ მოკლედ პანდემიის დროს ასე როგორც ონლაინ ყველა მეცადინეობდა, თითქმის ასე გვიხდებოდა მეცადინეობა. ნუ მე ამას მოყვა სხვადასხვა კონკურსი, ფესტივალი, სადაც პრინციპში ძალიან კარგი გამოხმაურებით და გამარჯვებებით ბრუნდებოდით და აი ესე მოვედით დღევანდელ დღემდე და ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მომღერლებს, იმიტომ რომ ამათი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების და ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებთ. ორმხრივია ეს ყველაფერი და ურთიერთობა. კი ბატონო, საუმა შენ ახსენე გერმანიაში ჩანიშნული ტურნე, რომელსაც დარწმუნებულიო, იქ ყოფი ქართველი ჩვენი თანამოქალაქეებიც ელოდებიან. მოგვიყევით გერმანული გეგმების შესახებ, როდის მიემგზავრებით, როდის ექნება იქ მსმენელ საშუალება, რომ დაატყვეს ამ საოცარი შესრულებით და რა გეგმები გაქვთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩვენი ტურნე დაიწყება 21 მაისს და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 21-31 მაისი არის ჩვენი ზუსტი თარიღები. ძალიან გვიხარია, რომ შევძლებთ ძალიან ღირსეულად წარმოვიდგინოთ მსმენელს ქართული პროფესიული მუსიკა, ისევე როგორც ქართული ფოლკლორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეპერტუარი საკმაოდ ფართოა და მოიცავს ფაქტობრივად ყველა ჟანრს უკვე ასე ჩამოყალიბდა ამდენი წლის მანძილზე და წარმოვიდგენთ მსმენელს 4 ქალაქში, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენი ტურნე დაიწყება ბერლინში, სადაც 2 კონცერტს გავმართავთ. შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ მიუნხენში და 2 კონცერტით დავასრულებთ კელნსა და გრევენბროიხში. ალბათ განსაკუთრებული ემოციებია, ხო? როდესაც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოგიწევთ თქვენ იქ ემიგრანტები როგორ ელოდებიან, წარმოვიდგენია. ემიგრანტებიც ელოდებიან და ძალიან დიდი არის ინტერესი ზოგადად ამ კონცერტების მიმართ, იმიტომ რომ ყველა ქალაქში ორგანიზატორებმა ისე გააკეთეს, რომ ჩვენი არ იყო ეს ინიციატივა, მათი ინიციატივა იყო, რომ სხვადასხვა პროგრამა გვაქვს თითქმის. ანუ თითქმის ყველა კონცერტში სხვადასხვა პროგრამა არის. თუ ბერლინის პირველი კონცერტი დათვლილია და აქცენტი კეთდება უფრო მეტად ფოლკლორულ ნაწილზე, მეორე კონცერტში არის მხოლოდ პროფესიული მუსიკა. აქვე არის ტასოს არანჟირებით მალერის სიმფონიების თემებზე შექმნილი საგუნდო ნაწარმოები, ამას თვითონ ტასო გვეტყვის. იქნება აუცილებლად რატის მესა შესრულებული
იქ ყოფ უდეკას და აისლერის ეს არის უდეკა არის ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხელოვნების სასწავლებელი. აი ამ უნივერსიტეტის სტუდენტები და ჰანს აისლერის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენ მომღერლებთან ერთად შეასრულებენ რამდენიმე ნაწარმოებს, ესე იგი რატის მესას თლიანად და ახალი ნაწარმოების პრემიერა შედგება რატის პერპეტუუმ მობილე თვითონ ალბათ უკეთ სიტყვის ამის შესახებ, აი ამ ნაწარმოებშიც ისინი გვიერთდებიან და ორ გუნდად. კი ბატონო რატი, როგორ შედგა ეს თანამშრომლობა? აი როგორ მოხდა დაკავშირება და ეს პერფორმანსების ასე ვთქვათ იდეაც დაკავშირება ეს დიდი ხნის ურთიერთობა არის ზოგადად და ვინაიდან ახლა ანუ ანსამბლი უკვე ესეთ ფორმაშია და ესეთ დიდი ფართო რეპერტუარი გვაქვს, ანუ მათ აქვთ სურვილი რომ ერთობლივი ეს არ არის პირველი ჩვენი გასტროლი ერთობლივი კონცერტებით და აქედან გამომდინარე, ესე იგი და ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ისე ხდება, რომ აი წინა 2023-ში ვიყავით ბერლინში, სადაც მაშინაც კოლაბორაცია იყო ერთ-ერთ გერმანულ გუნდთან ერთად და ეხლაც ესე იგი თითქოს სპეციალურად იწერება ნაწარმოები კონკრეტულად იმ ღონისძიებისთვის, იმ კონცერტისთვის და ეხლაც გვაქვს ესეთი ახალი ჩემი შექმნილი პერპეტუუმ მობილე რომელიც საკმაოდ დიდ რაღაც ესეთ მუსიკალურ და ემოციურ დატვირთვას იწვევს ჩემში. მისი იდეა არის ზოგადად ხალხის ერთად თანამშრომლობის, შრომის და რითმის, აი ესეთი რიტმის გაერთიანება სხვადასხვა სივრცეში და იდეა არის ეს და რაც შეეხება თვითონ ანუ საიდან ავიღე ეს თემა ეს არის ჩემი ჯულაყიძეების ნადური, ესე ვთქვათ, ანუ რომელიც ცნობილია ყუმურის ნადური, ესე ქვია. ეს დაედო საფუძვლად აი ამ ნაწარმოებს და მოგეხსენებათ დასავლეთში არის კრიმანჯული და გამყივანი ეს ცნობილი ხმა ხო, რომელიც ყველა ნადურში არის გამოყენებული. მე გადავწყვიტე ორ ენოვანი გამეკეთებინა ეს ქართულ გერმანული. ვინაიდან გერმანელებსაც აქვთ იოდლი ესეთი ხმა და ანუ ეს შერწყმა იქნება რაღაც ესეთი თან იქნება პრემიერა ორენოვანი გერმანული ტექსტის ავტორი არის ჰერმან კლეტკე, ეს არის მე-19 საუკუნის მწერალი და პოეტი და ზუსტად იგივე ხასიათი აქვს ჩადებული, აი ზუსტად შრომის, აი რა მოაქვს შრომას და როგორ შეიძლება გაიფურჩქნოს შრომის შედეგად მიღებული შედეგი და ადამიანი რომელიც ემსახურება ხელოვნებას. კეთილი, ერთი მუსიკალური ნომერი მოვისმინეთ თქვენი შესრულებაც, თუმცა რა თქმა უნდა ვერ დაგემშვიდობებით ისე რომ კიდევ მეორეს ასე მარტივად გაგიშვებთ სიამოვნებით შესრულებთ ესეც რომ გითხრათ. ბოლოს შეგესრულებთ ჰაროლდ არლენის მუსიკალურ ნომერს Somewhere Over the Rainbow და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტიც რომ აღინიშნოს რომ ჩვენი რეპერტუარი მოიცავს სწორედ აღნიშნეთ როგორც ხალხურს, თუმცა გავამახვილებთ ყურადღებას ალბათ პროფესიულ მუსიკაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოგადად საქართველოს საგუნდო პროფესიულ სივრცეში, ვინაიდან ჩვენი ნიშაც სწორედ ეს არის, რომ თანამედროვე კომპოზიტორებს, თანამედროვე ახალ ნაწარმოებებს გავუწიოთ პოპულარიზაცია, ვინაიდან ამით იცოცხლობს სწორედ მუსიკა და ახალი ნაწარმოები. დიდი მადლობა. საინტერესო დაგიწყოთ ახლა კიდევ ერთხელ სცენა და დავთქვეთ თქვენი მრავლობა კიდევ ერთით. ამასობაში კი უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც. დადგა ეს დროც. მოდით სამუშაო კვირა მივიყვანეთ ბოლოში, იმედია ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღო ჩვენ მომაყურებელმა და ჩვენც საოცარი მუსიკალური ნომრით ვემშვიდობებით და ამ ხიარულ ნოტაზე დავასრულებთ მორიგ პარასკევს.